მოვედი იქ უყურებ ჩაირთო თუ არა ვიდეო თქვა თუ თქო არ ვიცი ჩაირთო თქო გამარჯობა ხალხო დაიცადეთ მოწესრიგდე დავსკამდე და დავიწყე როგორ ხართ პირველ რიგში თუ ვინმე მიყურებთ კათოლიკე გილოცავთ შობას თუ ვინმე ხართ და ადრე მიყურებ და კათოლიკური სოფლიდან გიყურებო და გწერო და თუ კიდევ ხართ და მიყურებთ სხვა ყავს ვინმე გილოცავთ კათოლიკურ შობას მე თქვენ როგორ ხართ მე როგორ ავარ ახლა ჩვეულებრივ არაფერი დიდად არ შეცვლილა არაფერი არ ვიცი ბოლოს ვიდეო როდის ჩავწერე არ ვიცი ახალი ამბები რა არის იმის მერე და რა მოგახსენოთ ფაქტი ის არის რომ არ მახსოვს პირადში ვინც ამ წერს პასუხობ ხოლმე ძირითადად დაქალოჭკები ახალი არაფერი ოპერაციას რა ვიცი ველოდები თუ იანვარში დამიბარეს თუ როდის იქნება და ვნახოთ სხვა რა ვიცი ისეთი კარგი და სასიხარულო არაფერია დაპირებული ვიყავი რომ მომდენო ვიდეო რო ჩავწერთ ხო მომდენო ვიდეოს ჩემ ნაყიდობებს მოვიტან და გაჩვენებთ მეთქი ის ორი კაბაც ჩამოვიდა ხალხო ორი სხვა არა სამი ბათინკიც ჩამოვიდა სხვა არაფერი ისეთი არ მქონდა არ ვიცი რა მაგრამ მქონდა გამოწერილი ავონის რაღაცეები გამოვიწერე ზოგი სასაჩუქრეთ ზოგი ისე და ვერ მოახერხებ ეხლა რომ მოვიტანო და მაგის ვიდეო ჩავწერო ეხლა მოვედით ისე ვიყავით გასულები წვიმს ცუდი ამინდია აცივდა დღეს დილით ცოტა ხანი გათბობა ჩავრთეთ ეხლა რა ვიცი არ ჩამირთია ჯერ არაცივა აი ერთი შვიტრიც ვზივარ მაგრამ ცივა გარეთ და ისე რა გავიარეთ რომ სახში საღამო ძალიან გაიწელება ხოლმე და რო გახვალ 1-2 საათით 2 საათი 2 საათნახევარი გავდივარ ხო და გადის მერე დრო რომ მოხვალ ეხლა კარტი ვითამაშეთ წავაგე დამცინო და ხო და ვიფიქრე რომ ეხლა საქმეები მაქვს ქვეყანა დღეს მაგალითად ჩემი ქმარი ნუ რავი ნუ მოულოცავთ მაინდა-მაინც თუ არ გინდათ იმიტომ რომ ჩემი ქმარი დაიცა სწორედ როგორ გითხრათ ურწმუნო გახდა არა ურწმუნო არა მაგრამ როგორ გითხრათ კონფლიქტია უბრალოდ არ ვიცი როგორ გითხრათ ახლა ნახევრად ხუმრობით ვამბობ ამდენი რაღაცა პრობლემები ალბათ ეს ჩემი ამდენი ისა რომ რატო რა ხო იცით როგორც არის ხოლმე როდესაც რაღაცა დაუწყებ უფალს ჯავრობას რომ რა როდებდე რაღაცამდენი და რატო მე და ესეთი რაღაცები მე არ მახასიათებს ეგა ეხლავე გეტყვით მე ყველაფერს ვიღებ რაც მოდის ჩემ თავზე ხო მე რაც მემართება თუ კარგი თუ ცუდი ყველაფერს ვიღებ იშვიათია ხოლმე აი უფრო დედაჩემის დროს იყო ღმერთს რომ უთხარი რომ ღმერთო რა იყო თქო ცოტა ნუ როგორც არის ხო და ინოჩენტეს უფრო პროტესტის ცნობა აქვს უფრო ძაფრად ხო და რო გითხრათ რომ ძალიან ახლა ძალიან ავწესასწაულობთ მეთქი ჩვენ შობას არა მე არც ისე მეკუთვნის კათოლიკური შობა და არც ესე ხო და მაინც გავამზადე რაღაცეები და რატომ იმიტომ რომ ტრადიცია რო არის და ყველა აკეთებს ხო არ მინდა რომ გულს დააკლდეს და რაღაცა მაინც გავამზადე ბაკალა ჯერ შევწვი 2-3 დღე წყალში მქონდა მარილიანია რა არისო ბაკალაო და მოვიძიე ვიკიპედიაში და თურმე ყოფილა ვირთევსა ნუ რაც არის რა ვიცი ამათი ტრადიცია ეგ არის მოკლედ რა ხდება ახლა ნატალიზე ესენი ნატალის შობის წინა დღეს 24-ში დღეს ხორცს არავინ არ ჭამს დღეს არის ყველას ოჯახში არის თევზი და ბოსტნეული აქ მე ვლაპარაკობ სადაც ვარ სამხრეთ იტალიაზე და განსაკუთრებით პულიაზე მე ვერ ვილაპარაკებ და არასდროს არ ვილაპარაკებ მთელი იტალიისა და მთელი ევროპის სახელით და ასე და ისე. არა, მე ვსაუბრობ, სადაც ვარ მე სამხრეთ იტალია, პულია.
ამ ჩვენ ქალაქში ტრადიცია არის ბატონო ის რომ უნდა ჭამონ მწვანე ხახვის ღოზელები, ხახვიანი ღოზელები. მე არ ვაკეთებ ღოზელებს უკვე წლებია, იმიტომ რომ ჯერ ეს ხახვის წინასწარ ხო ვარჩევ, ვრეცხავ კარგად, მე კარგად უნდა მოითუშოს, მოითუთქოს ეს ხახვი და მე უნდა გაურიო ზეთის ხილი და ცოტა ნაკუწები და თინუსი, ტუნა, რავი რა ჰქვია, კონსერვი. ხო და მე აღარ ვაკეთებ იმას, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს ხახვი ცალკე ძნელი მოსანელებელი, ახლა ეს შემწვარი და ესა ცომი და მით უმეტეს ახლა კიდე ხოს ვარ ავჭამ და ვაკეთებ კალცონე ქვია, პეროგი. ხვიერი ცომით კეთდება, ქვემოდან ცომს დავაფენ, მე ამ გულსართი შენელებას გავშლი, მაღლიდან კიდე ცომი დავხრეტავ და შევაგდებ ღუმელში და გამოვაგდებ. ეგ გავაკეთე. ის ბაკალა შევწვი, მერე პამიდორი უნდა მოხრაკო, მე ცოცხალი პამიდორი გავაკეთე. კარგად მოთუშე პამიდორი, რაღაცა გამოხდა და ვერ ავხედავ, არ ვიცი და ისა შავი ზეთის ხილები, ოღონდ სხვანაირი ჯიში, ნოლკა. ეგ საყინულეში მქონდა, ეხლა არ არის მაგია, ვერ იშოვები ერთად. ხო და მაგით გავაკეთე ზეთის ხილებით და ჩავალაგე, მერე უკვე რომ პამიდორი კარგად მოვიდა, ნიორი, ოხრახუში ყველაფერი გავაკეთე, მერე ჩავალაგე ეს შემწვარი თევზი და ამოვადუღე ერთხელ და მოკლედ ეგეც ტრადიცია არის. ყველანაირი თევზია დღეს მირთმევაში, ვისაც რა უნდა, მაგრამ ეს ბაკალა აუცილებლობა. და პირველი თავი კიდე იგი, ბალახი რამე ეს რა ქვია მაგას? ხალეული. ძირითადად ჩვენ ქალაქში რაპე, მე არ ვიყიდე რაპე, ვიყიდე ჩიკორია. ეხლა ამას რო უყვები, მე რა გავაკეთე დაახლოებით ტრადიციას გეუბნებით რა. ამაღამ შეხვდებიან, ვინც არიან ოჯახები ერთად თუ მარტო ოჯახი, რა ვიცი, ვისაც როგორ უნდა ზოგი რესტორანში. ამაღამ შეხვდებიან, დღეს ძირითადად სადილი არ იჭმევა, არ მიირთმევენ, ისე რა გადადიან იოლას, რამე სენდვიჩებით, პანინებით რაღაცა შეჭამენ, სადილი არ არის და ვახშამზე მიირთმევა ეს ყველაფერი, ეს ღოზელები ხახვიანი, თევზეული, ყველაფერი ივახშმებენ, გრძელი ვახშამი იქნება ყველაფრით და ღამე 12 საათზე შობა რომ მოვა, გაჭრიან პანეტონეს ერთი პანეტონიც აღარა მაქვს. იმას პასკას, ჩვენებურად რო ვთქვათ, პასკას და იმას შუშხურაღვინო. და ეგ არის რა, ტრადიცია და ხვალე იქნება სადილი, ხვალე არის, ვისაც უნდა თევზს გაიმეორებს, ვისაც არ უნდა, ხვალე თუ თევზია ხოლმე უფრო რიზოტო და მერე რამე ზღვის პროდუქტები და თუ არა და ხვალე არის ხორცი. ხვალე მეც ხორცი მაქვს ნაყიდი, ცხვრის ნეკნები წინასწარ წავიგდე საქმე წინ. ეს შარფი. აბა, ის გახსოვთ ლელას ნაჩუქარი შარფია, ლელა. როგორ დააკვდა ამ ჯემ სვიტერს. შავი პალტომეთ. ხო და ტრადიცია მოკლედ ასეთი ამბავია და ხვალე იქნება სადღესასწაულო სადილი, ისევ ვახშამი დიდათ აღარ იქნება ხვალე, ცოტა რამეს წაივახშმებენ. ამას გეუბნებით, ვინც დღესასწაულობს. საჩუქრები იწყება, ჩემო ქმარმა რომ მეორე ბრასლეტი მაჩუქა, თქვენ არიცით, ეს შარშან მაჩუქა და ეს ეხლა ჯერ ხო არ ვიკეთებ, ეხლა გასული რომ ვიყავი, მაგიტომ ვიკეთია. ეს გულებიანია, კორიჩინები კიდია. დიდათ მე სამაჯურებს ხო, მაინდა-მაინც თუ გავდივარ ისა და ხალხია რომ სულ უკეთიათ, სულ ყოველდღიურად ხო, მე ვერ ვიხდენ. სიბერეში თორე ალბათ ადრე 4-5 ბეჭედი მეკეთა ხოლმე, ეხლა სახში ვერაფერს ვეღარ ვიხდენ. ხო და მოკლედ და კონკრეტულად ეთყობა ამანი ფიქრა რომ ეს ყველაზე იოლის აჩუქარიაო. იოლის აყიდელიაო და მაგიტომ. ეხლა რა უნდა მეთქვა? ხო, ტრადიცია, ეხლა საჩუქრები იქნება ამაღამ. ახალი წელი აქ დიდათ აღარ არის, აღარც საჩუქრები არ არის დიდათ ხოლმე არაფერი, ძირითადი ყველაფერი არის დღეს, ამაღამ. იქნება საჩუქრები, ნაძვის ხეს ჩვენ პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში ქვია,
ნაძვის ხე და ახალ წელთან დაკავშირებული, თორე რელიგიურად ყველა ქვეყანაში ქვია ალბერო დი ნატალე, ანუ შობის ხე. და ეს არის როგორც შობის ხე, არ აღიქმება როგორც ეს არის ახალი წლის ატრიბუტი. ეხლა ჩვენთან ალბათ ეს შეფუთვა ქონდა, ალბათ სულ ვერ გადააგდეს თუ ან რატო არ მოსწეს იმ კომუნისტებმა ეგეც მიკვირს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩვენთან დარჩენილი იყო როგორც ახალი წლის ნაძვის ხე. არის ახალი წლის ატრიბუტი და ამ დროს არის შობის ხე. ხო და ეხლა საჩუქრებზე მაქვს საუბარი. იმდენი ხარჯი აქვს ამ ხალხს, იმდენი ხარჯი აქვს, რომ არ ვიცი რა, ვერ გეტყვით. ერთი კაცი ტელევიზორში გამოკითხვები იყო ქუჩაში, რომ საჩუქრები რომ დადიან და აეძებენ და ყიდულობენ. არის რა თქმა უნდა, იაფიანებს რომ ყიდულობენ, შეიძლება აჩუქო რა ქვია, ნასკები, პიჟამოებია ძალიან მიღებული, პიჟამოები, ჩუსტები, ეგეთი რაღაცეებიც, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ფაქტიურად ეხლა ადამიანს რომ 20-30 საჩუქარი გაქვს საყიდელი, თუნდაც 20 евро, 20-30 евро თვითონ თალი, ხო? ძალიან შორს მიდის ციფრი და ერთი კაცი იძახდა, რომ ჯერ ვერ მორჩიო ყიდვასო გუში. და რამდენი ყავსო სასაპატივო სასაჩუქრეო და 1.50-ო. 50 ადამიანს 20 ევროიანებიც რო უყიდო სიტყვაზე, აი საშუალოდ რო ზოგს ხო ძვირიანი უნდა უყიდო, არა, მაგალითად. ჩვენ როცა ვყიდულობდით ხოლმე საჩუქრებს, 100 ევროიანს ნაკლებს არასდროს არავისთვის არ გვიჩუქებია. გვინდა ამიშვილებ, პირიქით ამიშვილს კომპიუტერს ერთ წელს ვაჩუქეთ, მეორე წელს. ვაიმე, არ ჩვენ, ნუ ჩემი ქმარი ეგეთია. ან იზავს და ან სულ არ იზავს და თუ გააკეთებს კარგად. აი ესეთი ტიპია რა. ხო და იმ კაცს იმ ადამიანს სულ რო საშუალოდ 20 ევროიანები ეჩუქებინა 50 ადამიანისთვის, ხო? 1000 евро მარტო საჩუქრებზე უნდოდა. ჭამა დღეს ყირაზე იყო მაღაზიები, დედა რამდენი რამე უნდა იყიდოს მაგიდისთვის, ხილი, რა ვიცი, გადასი უბედურება. მე რა მაქვს ხილიდან? მე მაქვს ისა, მანგო, მანდარინი, ორი პორტოხალი გდია, მსხალი გვაქვს, ნესვი ვიყიდე და ის ლიჩის წვრილი გირჩებივით რო არის ეგა. ეგ არის და არ ყოველთვის ავყიდულობდი ხოლმე მე ყოველ წელს, აი უმაგისოდ არ დავჩებოდი ისა დატერი, რა ქვია, ფინიკები რო არის, ხო იცით? ოღონდ ცოცხალი, ნედლი. მაცივიდან იყიდება ეგ და წელს აბა არ გამიხედია მაქეთ, იმიტომ რომ ტკბილია და მე არ ავჭამდა. არც კიდე ამას დიდად, აი მაინდა-მაინც არაფერი ხდება. მაგრამ მე ხელი არ დავადე, რომ არ შემეჭამინოს მეთქი. წუხელ ჩემთვის მეცინებოდა რაღაცა მინდოდა, ტკბილი მინდა და რა და წავედი და კიდე მქონდა 2 ცალი ბარამბოს შოკოლადი, გრძელი ბატონები, ლელას გამოგზავნი. ვიფიქრე ნეტა კარგია, ძალიან კარგი იყო. არაფერი არ მოსულა და ერთ ცალი მივაყუმბარე. ზოგი კომენტარი მიწერს, ზოგი კომენტარს მიწერს ზოგი რომ რა არის ეს ქალი, რამდენს ლაპარაკობს, რა ვიცი მე ხალხო, აბა რა ვიცი, რამდენს ლაპარაკობ და რამდენიც მომდის თავში, რა არის ამის ენა აღარ იღლება, ზოგი რასაც წერს, ზოგი რასაც წერს, რა ახლები და ეხლა თავიდანვე უნდა გამეფრთხილებინე და თუ მაინც აქამდე მიყურებთ და მომყევით ვინმე ამ დრომდე, ახლები თუ ხართ, გათიშეთ, ნუ მიყურებთ, იმიტომ რომ თქვენთვის არაფრას არ ვიტყვი კარგს და საინტერესოს ალბათ და უბრალო რახ-რახი იქნება ჩემი თქვენთვის საუბარი. მე ვესაუბრები ჩემ ძველ ნაცნობებს, ჩემ ძველ გამომწერებს, ჩემ ვინც მიცნობს რა, ძველი რა შუაშია. ახლები ვინც გადამაწყდებით, აი ისქინდა გამოვიწერეთ. მადლობა რომ გამომიწერეთ, მაგრამ თუ კი არ დაგაინტერესებთ, აბა რა ვიცი ახლა. ხო, რაც შეეხება რა ვიცი, ძალიან მინდოდა რომ ცოტა ამ თვეში ძალიან სიმართლეს გითხრათ, კაცო, მე ხო იცით ახლა ძალიან მუდება და თუ ვიტყვი პირდაპირ ვეტყვი, ხა ვფიქრობდი რომ კაცო, მოდი ვისაწყეს ზედმეტი 100 евро, 150, რავი, რამდენიც იქნება რა, მაწყეს კაცო, არ მაწყეს, ხო და მოდი მეთქი ამ დეკემბერში ცოტა ავჩქამდები და
ცოტა მეტი ვიდეო ჩავწერო ან კვირაში ერთი ან ორი მაინც მეთქი და ვერა ხალხო ვერაფერს აი დღეს დილიდან მინდოდა გუშინაც მინდოდა გუშინ ფეხი გამეჭედა გუშინ ისევ გაიჭედა მუხლი და ცოტა სიმწარე გამოვიარე რა ძალიან არ ამტკიოდა მაგრამ ფაქტია რომ ვერ ვადგავდი ვერ ვაბიჯებდი ხო და არ მქონდა მაგის თავი დღესაც ძალიან მინდოდა დრო არა მაქვს გვიან ავდგები როდის გამოვგონდები ჩავიცი მე გამზადები გავალ ხოლმე ცოტა გავჩლა ხუნდე არა ჩვენი როგორ ვთქვა თუ სულ დავდამბლავდით არ ვეპოებით არაფერს მე და ჩემი ქმარი კვირასაც დილით ავდექით ჩავიცვით გავემზადეთ და გავედით ძალიან შორტა საგიჟეთში არსად წავშულ ვართ მაგრამ აქედან არის 1-30 კილომეტრი იქნება 30-35 მეტრი ანდრია რა ვიცი ვინც აქეთ აღარ იცით წავედით იმ ქალაქში ხო და ერთი დღე რო რაღაცა ცოტა როგორ ვთქვა გაიხალისო მრავალფეროვნება შეიტანო ან რავი როგორ გითხრათ კი ჯოხით დავდივარ კი ყოველი ნაბიჯი სიმწარია კი ბატონო რა მადლი აქვს ამას მაგრამ სახში რო დავჯდე აბა მაგას რაღა მადლი ექნება ეგ ხო უფრო ცუდია ეგ ხო უფრო უარესია ხო და აი ეგრე ეხა საღამოთიც გვიან ადგა მე ისე პომერიჯოზე რა ქვია ეძინა მეც წაბეძინა ბოლოს 4 იყო რო ადგა 5-ის ნახევარზე უკვე ღამია ხო და ადგა დამიძახა ადე ჩაიცვი გაიმზადე გავიდეთ მეოთხე სადღაუნა წავიდეთ წვიმს ცუდი ამინდია ცივა ადე სახში რაღა ვაკეთოთო წავედით ჩავსხედით ჩავიცვით წავედით ბიშელიაში ვიყავით მერე ტრანსში გადავედით ეხლა მაგალითად კარგია ხამე გასვლა რატო ლამაზია ქალაქები ლამაზად არის მორთული განათება ლამაზია და თვალსაც უხარია და გულსაც უხარია მართალია არა მაქვს არანაირი განწყობა არა უგრძნობა არც ახალ წელს არაფერს არ აუხსნო მაგრამ თვალი რო სილამაზეს ხედავს მაინც კაია ხო და ასე გავედით მოვარტყით კრუგი და მოვედით ეხლა დაჯდა კარტი რო ვითამაშით მერე დაჯდა და ისა მღერის ხო და მე კიდევ თქვი მოდი ვიდეოს ჩავწერ მეთქი რა მოდი ამ ჩემ ხალხთან მივალ მოვე სიყვარულები მე მარტო სიყვარულით მოვდივარ ხალხო რა ვიცი ახლა ძალიან ბევრი თქვენგანი რომ ძალიან კარგად არის ჩემს მიმართ განწყობილი ამაში ორი აზრი არა მაქვს და არ მეპარება აზრი აიწვიდა რამე ხო და მოვდივარ მაგიტო ის რომ ვიღაცა დამიწეს აღარ შემიძლია წავედიო ამასაო ეს ამდენი ლაპარაკი მესმის ბლინების ძალიან ბევრი ცუდი კომენტარები დამიწერეს ბლინის რეცეპტი სადაც დავდე იმ ვიდეოზე აი ძალიან ბევრი ცუდი როგორ ავიღო არ აიღო ეს ვიდეო იყოსო ბევრმა დამიწერა 17,000 ნახო აქ იმ ვიდეოს ერთი მიწეს კარგი რა შეჭამე გული ყველა ვიცის ამ ბლინის რეცეპტიო და ვის რაში სჭირდება შენი ბლინის რეცეპტიო ერთმა დამიწერა რა დიდი ამბავში ხარ და რა ამბავში ხარ ევაშლის პიროგის სულ ყველა ვიცის და ყველა აკეთებსო გავიგე მაგრამ მე რო რაღაცა ვიცი სიტყვაზე უკეთესი ვნახო ვიღაცასთან იმას გადმოვიღებ და გავიმეორებ და რა ვიცი ხა მე მოკლე აიცი ვისაც რა უნდა ის დაწეროს ხო და იმ ვიდეოზე ძალიან ბევრი დაიწერა ვაიმე რამდენს ლაპარაკობო მე მესმის ეგ წერს ის ადამიანი ვინც დაინახა რომ რეცეპტია და გონია რომ ეს არის კულინარიული არხი და რატო ლაპარაკობს ეს ამდენს არა მაქვს კულინარიული არხი არა მაქვს ეხლა იქნება ავდგე და სუში შევაგრიალო უცებ თავში მომივიდა თქვენ რო გესაუბრებით თან ხომ ვამბობდი რომ საახალწლოდ რამე მინდა მეთქი გაგიზიაროთ რამე ან სალათი არის ქვეყნის რაღაცეები ვიცი მაგრამ ვერ ვახერხებ რომ გავაკეთო და გადავიღო რომ იყოს კულინარიული არხი ჩართე ვიდეო გააკეთე მარტო ის რაც უნდა აჩვენო ადამიანებს სიტყვასაც ნოიტყვი და ხო დადე რეცეპტი იმდეს ავლაპარაკობ იმ რეცეპტზე 3-ჯერ 4-ჯერ გავიმეორე და კიდე თორე დაწერე რეცეპტი და როცა მასე მიბრძანებ ვაიმე არაფრით არ გავაკეთებ რა ადამიანი უბრალოდ რომ თხოვს რაღაცას რომ ვაიმე აი ეს როგორ მინდოდა რა და იქნება გადავალ ყირაზე სულ რო ნახევრად მკვდარი ვიყო მაინც გავაკეთე მაინც გეტყვი მაინც გიშველი მაინც დაგეხმარები მაინც გაჩვენებ რა ვიცი მე როცა ადამიანი ესე რაღაცნაირად გეტყვის და
რომ იბრძანებს ვიღაცა რეცეპტი არა მამა შენი ნიკოლა პასუხი არის ეგა რეცეპტი არა ეხლა რუცეპტი კიდე ბარების და თითი დამი გაკუნე რა მინდა გავაკეთე მინდა არა რა თამიანი რომ თხოვს ვაიმე ცდილობიანად ის კი არა რომ შემეხოწოს ვიღაცა არა უბრალოდ ადამიანურად რომ თხოვს რა აი ის როგორ მინდოდა და მე საერთოდ იცის როგორი ვიყავი ეხლა აღარ აღარც აღარავინ მყავს გარშემო ჩემიანები და ისეთი მრავალი ისე როგორი ვიყავი იცით ჩემთან რომ ვინმე დაიწუწუნებდა სიტყვაზე გავისწოროთ ის კუდრაჭულად გავიკეთოთ ლელას შარფოშკა მეორეც ძალამაზი ფერია მეორეს იმ ახალი პალტო რომ ყავისფერი იმაზე უნდა გავიკეთო და ამაცადეთ ხო და როგორი ვიყავი ჯეილობას ჩემთან რომ ვინმე რამეს დაიწუწუნებდა რომ აი სიტყვაზე რავი რაღაცა ერთი რამე სიტყვაზე რაღაცა ის როგორ მომწოს ის როგორ მინდა ნივთი ყოფილიყო საკვები ყოფილიყო ხილი რაც გინდა ხო და ამას ბოლოში ის აქ ვიტამინები და მჟავია ხო და ის ხალხო მე არ დამავიწყდებოდა არასოდეს თვეები რო გასულიყო და ის რაღაცა მე შემხვედროდა რაც იმ ადამიანს უნდოდა მე აუცილებლად სადაც უნდა ყოფილიყავი იმას უყიდი და მიუტანდი არ დამავიწყდებოდა ვის რა განამე მთხოვდა ვინმე არა უბრალოდ რო ეთქვა რომ აი ის როგორ მინდა გულით და აი ვერა და რაღაცა ეგეთი ხო ანუ ვერა შოულობ ან არ შემიძლია აუცილებლად არ არსებობდა არ დამავიწყდებოდა ეხლა არა ხო და ეხლაც რომ ვინმე დახმარება იქნება კიდევ მეორე ვინმეს რაღაცის ხო ისა პროპორციებიო კომბოსტოს წნილზეო შენი პროპორციები გითხარიო ხალხო კომბოსტოს წნილი დღეს საღამოთი ღამე რო გავაკეთებ ხვალდილით უკვე მზად არის ქვია ცხელი რასოლით ქართულად არ ვიცი რასოლი ცხელი მარილწყალი რა დაახლოებით 2-3 კილო კომბოსტოს აი ერთი კაი დიდი თავი რო ვთქვათ 2 კილოზე მეტი დაჭრი 1 ან 2 სტაფილო 1 ბულგარული თუ მოგინდა თუ არ გინდა და ნუ გაუკეთებ 1-2 კბილი ნიორი გახეხილი დაჭრილი როგორიც გინდა არ ვიცი ეს ყველაფერი ერთად აურიე კარგად დაჭრი არ მოკლა არ მოჭუჭყო ეგრე აურიე და ცალკე დუღდება 1 ლიტრი წყალი მე ახლა რეცეპტს ვერ ჩავწერ ეხლავე აიღეთ პასტა და ფურცელი დააპაუზეთ პასტა და ფურცელი აიღეთ 1 ლიტრი წყალში ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი მარილი კარგად 2 სადილის კოვზი კი არა კარგად სავსე იქ წერია რეცეპტში 1 ჩაის ჭიქა შაქარი მე ვუკეთებ ნახევარ ჭიქაზე ცოტა მეტს ნახევარ ჭიქაზე ცოტა მეტი შაქარი 1 ლიტრი წყალი დადგით ასადუღებლად მარილი 2 სუფრის კოზი ნახევარი ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი შაქარი ნახევარი ჭიქა ზეთი ისიც ნახევარი ჭიქაზე ცოტა მეტი რა როგორც გინდათ ზეთი ეს რო ადუღდება უკვე რო კარგ დუღილს დაიწყებს მაშინ დაამატეთ ნახევარ ჭიქაზე ცოტა მეტი 1 ჭიქა უნდა ნახევარ ჭიქა ძმარი ჩაასხით გამორთეთ და რამე ჭურჭელში მე მაგალითად ქვაბი მაქვს ერთი სპეციალური მაგისა რაიმე ჭურჭელში კარგი იქნება თუ ალუმინისა თუ მინისა რამე ისეთი რა ალუმინისა არა ემალი უნდა მეთქვა რამე ესეთი უსაფრთხო რა რომ რამე ის არ იყოს მავნებელობა არ წაიღოს ერთი ფენა კარგად აი ამ ფენაზე რა აი მას სამად გავანაწილებ რაც კომბოსტოა თვალით ერთ ფენას ჩავძეკავ და ამ დუღარეს დავასხავ ნაწილს მერე მეორე ფენას კარგად ჩავძეკავ დუღარია ცხელია რეზინის ხელთათმანი მაცვია ხოლმე და ისე ან კოზით რა თითიც კიდათ მეორე ფენა და ისე უმდუღარე მესამე ფენა ისე უმდუღარე
ამას ბოლოს მორჩა, დააწექით ცოტა და იმ წუთში მოკვდება ცოტათი კომპოსტო, ზემოდან დაადგით პეთებს ვადგავ ხოლმე და მე წყლიან ქილას, რაც გინდათ სიმძიმე, რაც აგაქვთ სახში, ქვა, რავი, რასაც ხმარობთ დაიყენებთ და სიმძიმე დაადგით. ამას ვაკეთებ საღამოთი ხოლმე 9 საათზე, მეორე დილით დაანებეთ თავი. მეორე დილით რო გაიღვიძებთ, მალასოლნაია კაპუსტა, უკვე შეზავებული სალათი, ძმრით და ზეთით მზად აგაქვთ. ამოიღეთ და მიირთვით. მეორე დღეს როცა მოიცლით და რამე გადაიღეთ ქილებში. რა ვიცი ხა ოჯახი რამ ხელა გაქვთ არ ვიცი, მე გადამაგ ხოლმე ქილებში და დგავ მაცივარში, იმიტომ რომ კი 2-3 დღე, 2-3 დიდი ხანი ეს ზამთრის წნილი არ არის. ერთი კვირა 10 დღე გაძლებს, მეტი არა. ხან ყოფილა მასეთი რომ ვერ მოვერიე სიტყვაზე და გავყინე. და მე ვაკეთებ ხოლმე შის. ეხლა მაგალითად ცოტა დამრჩა და უნდა გავაკეთო ეგეც რა, ბორში არა. თეთრი ბორში, როგორ გითხრათ, არ ვიცი. მაგაზიც ვიყენებ, მაგრამ თუ ოჯახში გიყვართ ეგ კომპოსტოს, ახალი კომპოსტოს წნილი და ესა არ გაჩერდება დიდი ხანი დამერწმუნეთ რომ მიირთმევთ. ყველაფერთან კარგია, ყველაფერს უხდება. გითხარით, ეხლა კიდე ვინმე იტყვის, რა ვქნა, დაიწერა რომ გითხარიო ისაო კომენტარი და თუ შემიძლია და თუ დილობიანად დამიწერა ადამიანმა და მურსა მიბრაგუნებს, აუცილებლად გავცემ პასუხს და აუცილებლად ვუპასუხებ ასე. ასე რომ ეს კომპოსტოს წნილი მე არ მომიგონია, მე ვისაც უთხარი შარშან წინ რეცეპტი დავდე და რამე, ვინც გააკეთა ჩემმა მაყურებლებმა თორე დაიწერება, ვინც გააკეთა, ყველას ძალიან მოეწონა, ყველას გამოუვა, არაფერი ამას არ უნდა. ჩვეულებრივი კარგი მალასოლნი კაპუსტა გექნებათ. ეხლა არ მითხრათ რუსულ სიტყვებს ნუ ამბობო, თორე ისეთებს გამოუშვებ მაგ მისამართებზე რომ რა გითხრათ, იმიტომ რომ სხვა რამეებია ჯერ მისახედი. რა გავიგე კაცო ესა ეროვნული გამოცდებიდან ისეთი ნაწარმოებია ამოღებული რომ ეს დახოვილი ქიმიურად დახოვილი თმები მე მგონი დასწორდა ეგ რო მოვისმინე ერთი გოგო ამბობდა რა ნაწარმოები არის ამოღებული ეროვნული გამოცდებიდან აი გავგიშდი არაფერი აღარ არის ფაქტიურად დატოვებული რა არქი მაგას მე ვერაფერს ვეღარ უშველი მაგრამ რა იქნება თქვენ უშველოთ რამე ხოდა ეგრე ასე რომ ეს ამბები მოგახსენეთ. ჩემი ამბები დიდი არაფერი, ხოდა ძალიან მინდოდა რომ ეს ჩემი ნაყიდობა ვაიმე როგორი დაშაგრულად აუგზნობ თავს. აი ხა ჩამოვიდეს ეს დღესასწაულები ცოტა მოსწორდეს. როგორი დაჩაგრულად აუგზნობ თავს და როგორ რომ ყველა ბლოგერი, ყველა იუთუბერი, ყველა ტიკტოკერი ყველა ხსნის ყოველ კვირა თემუს ამანათებს. ხოდა თემუ და მე კიდე ვარ ისეთი დაჩაგრული, რომ მეტი არ იყოს. რომ ვერაფერს ვერ ვიწერ თემუდან. ჩემი ბანკომატით ხო ვერ გამოვიწერე და ვერ გამოვიწერე, იმიტომ რომ არ არისო ესო იბაზეო, მიბმულიო ონლაინ ყიდვებზეო. მეოთხარი შენი მათხოვე მეთქი ჩემქვარს. მაგისათი ვცადეთ და არაო უარი გამომიცხადა. პირდაპირ იბანით კი არა, პირდაპირ ანგარიშიც კი მივეცი. არაო, უარიო. ხოდა როდის ვიყავით ბანკში ხალხო? 4-ში. არა, პარასკევს ვიყავით ბანკში, ანუ გავიარეთ იქით ხილბოსტანი ხო ვიყიდეთ და მე იქიდან წავედით ბანკში და ინოჩენტეს ვთხარი რა დაგავიწყოს მეთქი საკენი კითხე მეთქი რომ მივაბათ ბარათ ხოდა იქ კიდე პოსტის ქალს უთქვია რომ არაო ანგარიშს იმაზეო ანგარიშზეო არაფერი ნაყიდობა არ მიაბა თორე შეიძლება ძალიან დიდი ისინი არისო თაღლითობებიო და რამეში გაიყოფიო ხოდა ეხლა მე რა ვიქნები ან მე როგორ უნდა ვიყო ეგრე ყველაზე ჩამორჩენილი რომ
მე ვერ ავხსნი ამ თემოს ამანაც. ხო და ეხლა ეს რო ჩამოვა ისინი ფესტები ჩაივლის წავალ ფოსტაში და კარტა პრეპაგანდა ქვია. ანუ ჩემ ანგარიშზე კი არ მივაბავ, უბრალოდ ვიყიდი იმას კარტას, რომელზეც დავდებ ფულს. სიტყვაზე დავრიცხავ 100 ლარს, ხო? 100 ევროს, რავი, რაც არის. გინდა 50 დარიცხე, გინდა 20 დარიცხე, ამდენია დარიცხე. ხო და სიტყვაზე დავრიცხე 100 ევრო მე და იმ კარტით უკვე შემიძლია რაც კიდე ვიყიდო და ჩემ ანგარიშს არსად არ დავტოვებ ანგარიშის იმას რა რეკვიზიტებს და იმ გადახდილი კარტით დარიცხული კარტით არ ვიცი ქართულად მე ეგ როგორ არის იმით ვიყიდი ხო და ეხლა ეგ ამაქვს პირველი გეგმაში გასაკეთებელი რომ მე რატო ვარ ეგრე დაჩაგრული რომ თემუდან ვერაფერს ვერ ვიცი არ ვიცი ზოგი ამბობს რა საკავსაო ხარისხი ზოგი ამბობს ნორმალური არისო არა ტანსაცმელ ფეხსაცმელის გამოწერას მე იქიდან არ ვაპირებ აბსოლუტურად იმიტომ რომ მაკედან გამოწერილი ფეხსაცმელი თუ მინდა ეგე გადავაგზის იქიდან ბაზრობა და ვიყიდი მანდ და რა ვიცი უფრო ნაკლებათაც ვიყიდი ალბათ ფეხსაცმელი და ეგეთი რამეს ალბათ ანუ არ ვიცი მაგრამ არ ამგონი არ ვენდობი როგორც ხარისხი რა დიდი არაფერი არ იქნება მაგრამ ასე პატარ-პატარა რაღაცები ხო გამიხარდება ხა 1000 რამე მჭირდება რაღაცები რა ვიცი მიხედულებასაო ხო გაგიგიათ თქვენ ხო და ეგრე რა შეეხება ხო და ეგ მაქვს გეგმაში იმიტომ რომ ძალიან დაჩაგრული ვარ რომ მე თემუს ვერ ვიწერ და არ ამაქვს ხო და ეხლა ძალიან მინდოდა თქვენთვის ეს ჩემი ნაყიდობები ვის ვაჩვენო აბა თუ თქვენ არა ჯერ არ ჩამიწვია არც ორი კაბა არ ჩამიწვია მეორე ორი კაბა შავი და ღიამწვანე არც არ ჩამიწვია ის ერთი კაბა მაქვს გაგდებული რომელიც რა ვიცი მე მეგონი უკვე გაუბურწყლე იმდენი იმას თქვენი ზედმეც არა იმდენი ხან მთელი ეს რაც ტყავის ქურთუკი მეცვა ის მეცვა ხო და მოკლედ მინდოდა რა მეჩვენებინა სვიტრები მინდოდა ბათინკები ისეთი ბათინკები მაქვს რომ აი არ ვიცი მე ხალხო ყველაზე მაგარი იცი რა არის რომ არ ვიცი მე მიხარია რომ მაქვს მიხარია ორი არის ძალიან ლამაზი აი რა მე მომწონს რა და აი მე ესენი ერთმანეთში აი დადღმენ გონი ხო და მაინც გაჩვენებთ თქვენ ხო ის რომ მაინც თქვენოთ რა იქნება მაინც გაჩვენებთ კარგი ეგრე ეხლა სხვა რა უნდა მეთქვა მე თქვენთვის ხო რა შეეხება ჩვენ დღეს რა რიცხვია გუშინ წინ უნდა წავსულიყავით ჩვენ უკვე აქ არ უნდა ვიყოთ ინოჩენტეს 19-ში უნდა აგვეღო ინოჩენტეს ანალიზები ხერხემალზე გადაღებული ისა ტომოგრაფია და მოკლედ ორ შაბათს უნდა წავსულიყავით ვერ მივდივართ იმიტომ რომ ნერვის ანთება აღმოჩნდა ინოჩენტესთან ხერხემლის თიაქარი არის გამოსული თუ როგორც არის და ამას დაუნიშნეს მკურნალობა ბევრი წამლები. ეხლა ინოჩენტეს წამლების მიღება არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ როგორც კი წამლებს რაღაცას ზედმეტს გადაყლაპავს, გასტრიტი ღიზიან, უღიზიანდება ეთყობა ჩუმად. ხო და მე ამ გასტრიტის დიეტები აუბედურება. ამიტომ ვიფიქრეთ და მოდიო გავიკეთოთ, გაიკეთე მეთქი. ვცადოთ მეთქი, მე ვთხარ იქნება და გიშვეროთ. ოზონოთერაპია, ოზონის შეყავთ პირდაპირ იქ და ვენას ნერვს აყინავენ. ხო და მე ვთხარი გაიკეთე ეგ მეთქი ოზონოთერაპია და ხო ჭკვაში დაგვიჯდა იმ ჩვენ ეგთან ბიჭს ნინო დამცინის თარო ხას გაუსაო ხოლმე ბიჭიო ხო და კითხე მე ვთხარი შენ რა სიტყვი მეთქია კიო კაია უნანა ეგო შეიძლებაო რა არო კაი შედეგი გამოიღოსო მოკლედ ხო და დავრეკეთ ვიზიტი იყო 27 დეკემბერს მე ვთხარ ჯანდაბას ვიყოთ ამ შობას სახლში 27 დეკემბერს გაიკეთებ ნებს და 28-ში წავიდეთ თქო და გვირეკეს
ექიმა ნახაო და გადაიტანა ვიზიტი 28-შიო. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ექიმა დაინახა ჩემი სახელი და გვარი. მე ვარ იქ კომპიუტერში მოხსნი რომ გავიკეთე ისა ინფილტრაცია. ხო და ამან იფიქრა ექიმა, რომ ეს მე მჭირდება ისევ მუხლში და 28-ში გადაიტანა, იმიტომ რომ ეხოსკოპიით მიკეთებს, გამიკეთა მუხლში ისა იალურონის მჟა. მოკლედ დიდ დახარჯული ამბავი, ახლა შეიძლება ბევრმა ვერც გეგმოს და მე თვითონაც კარგად ვეგება, ფაქტი ისაა, რომ ეს 27-ში დაგეგმილი 28-ში გადაგვიტანეს. ჩან დაბას ვიფიქრე. ეხლა მეც უნდა წავიღოთ ის მორჩენილი ნემსი, იალურონის მჟავა და ეს რომელიც კარგი მუხლია, იქნება იქ გამიკეთოს, მეთქი ვფიქრობ, იმიტომ რომ ეხლა მთელი დატვირთვა მეორე ფეხზეა და რა ვიცი დაჭირდება მაგასაც დახმარება, ნახოთ რა, მე არ ვიცი როგორ იქნება, ის რას იტყვის. ხო და მოკლედ და კონკრეტულად ისევ აქავართ. გადავწყვიტეთ, რომ 28 არის შაბათი, 28-ში ექიმთან მივალთ 6 საათზე, მოვითავებთ ამბავს და 29-ში წავიდეთ. მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ 29-შიც მოვახერხებთ წასვლას. იმიტომ რომ ამინდები გაფუჭდა, ყველგანაც ცხადდება ტემპერატურას ჩამოსვლა, ანუ სიცივეები, ზოგან თოვლი და ამ მოლაპლაპებული, რა ქვია იმათ, ბაკრიშკებით, სადმე რო ითოვოს, სად წავიდეთ, კი ისა გვაქვს ცეპები, ჯაჭვები, მაგრამ მაინც. ხო და არ ვიცი, ხალხო, უკვე არაფერი აღარ ვიცი. მე ეს ჩვენი კომერციალისტი ვინც არის, ვის საბუთებს გვიკეთებს ჩემი ინვალიდობისა და პენსიისა და რაღაცისა, ხო? იმანა თქვა, რომ ბეფანა არის ბაბაიაგას დღესასწაული 6 იანვარს. 5-შიო 2 დღიანი რაღაცა ექსკურსია არისო, ერთი ადამიანიო 180 ევროვო. ხო და არ ვიციო ადგილები არის თუ არაო, გაირკვევა 28-შიო. 28-შიო თუო ვინმე ფული არ მოიტანაო და ჯგუფია რა. და თუ ვინმე არ მოიტანა ფულიო და ამოვარდა ვინმეო და ადგილი გათავისუფლდაო, ჩაგვსვავთო თქვენო. ასე რომ ეხლა ერთადერთი იმედი ის არის 28-ში თუ ვინმე თუ ადგილი იქნება, რომ ჩვენ ჩაგვსვან და 2 დღით გავიდეთ. თუ არა, არ ვიცი რას ვიზავთ რა. აი მაგაზე ნამდვილი ჩემზე მორგებული არაფერია, რომ კაცი გჭობდა და ღმერთი იცინო და ზუსტი არის ეგ ამბავი გეუბნებით რა. რამდენი რამე დავგეგმეთ, შურს იმ ადამიანებისა, შურიანი არა ვარ ძირითადად, მაგრამ ვინც ადამიანები, ვისაც ისეთი ბედყის მათი აქვს, თუ ისეთი დაწერილი აქვს რაღაცა, რომ რასაც დაგეგმავენ, იმას ასრულებენ, მე ძალიან ამ შურს ეგ ამბავი, აი თეთრი შურით არა, შავითი. რას აქვია თეთრი შურიო? იმიტომ რომ არასოდეს აი ვიცი რომ მე არ უნდა დავგეგმო არაფერი, იმიტომ რომ ისე წავა, როგორც ღმერთს უნდა და არა როგორც მე მინდა. არა. ხო და მოკლედ და კონკრეტულად არ ვიცით რა იქნება, თუ იქნება და გავალცადმე, ხო იქნება, თუ არა და აგერ აქ ვეყრებით, თუ არა და აგერ ახლოში მეორე ქალაქში ადრე კი ვიყავით 2 დღიანი, მაგრამ 1 ღამე და 2 დღე რა. და იქ უფრო იაფიღებს, აი ქვია, გადავირბენთ 9 საათის გზა არ არის. რა ქვია, ხო და თუ არ და იქნება მეთქი მაინც გავიდეთ 1 ღამე და 1 სადილ ვახშამი, რომ უბრალოდ ცოტა რაღაცა განასხვაო დღე რა, მეტი არაფერი. ნახოთ რა ვიცი, ხალხო, ვცდილობთ რაღაცნაირად, რომ შევინარჩუნოთ ამ ცხოვრების ხალისი თუ როგორ რაღაცა გითხრათ, არ ვიცი რა, შევნარჩუნდეთ ცოტა. ერთმანეთს ვამხნევებთ, ინოჩენტეს თქმის არ იყოს. ჩვენა ვართ, ნანა. ერთმანეთის მიმხედიო და რას ვიცო. ხო და ეგრე. საჩუქრები კიდე აფთიაქში ვიყავი გუშინ და მაჩუქეს კალენდარი და კარგი ხელის საპონი, ისა, თხევადი, ლამაზია ძალიან, აფთიაქში ეგ მაჩუქეს. დღეს დილით დაურეკეს ჩემქმარ, ჩამოდი დაბლაო, ჩავიდა და აჩუქეს 2 ეგეთი კალამი, კალენდარი, ლამაზი კალენდარია ძალიან სიძე არის ფოტოგრაფიისაკეთებს და ისა, ყუთით პანეტონე და შუშხუნა, შამპანური კი არა და რა ქვია, არ ვიცი, მაგას პუმანტე რაც არის, ხო? ეგ იყო ყუთში და ჩემმა მოწყალე ბაბალემ ადგა და ჩვენ ბიჭს, ჩვენ ვუყიდეთ, როგორ ვთქვა, კარგი ფირმისა, ტრემარიესისა,
სასაჩუქრე შეფუთვა, 5 რაღაც დასახელება იყოში, კარგი ღვინო, კარგი პანეტონე, ისა ჩვენ ეგთან ბიჭს ვაჩუქეთ 46 евро ხით და გონი რა ეს ნაკრები. ხო და გარდა მაგისა ინოჩენტემ აიღო და ისევ დაურეკა და უთხრა რომ ისა გამოიარეო ის უნდა მოგცეო და იმას აჩუქა. მე ჩემ გოგოს ვინც მოდის და მეხმარება აღარ უნდა მოვიდე 3 წელში რა დღესასწაულებზე არ ამუშაობს მითხრა ნანა ვერაო იმიტომ რომ სახში დედამთილი მული ვიღაცები უნდა ყავდნენ სტუმრები 2-3 დღე ნატალიზე და იმაზე ახალწელზე ხო და გადავედი მაღაზიაში ვიყიდე ტრემარიე ყველაზე კარგი რა ვიცი ყველაზე კარგი ფილმის ის არის ერთი პანეტონე კარგი ისა რაღაცი რაღაცა შუშხუნა კარგი ოღონდ ის კი არა ორლარიანი კი არა კარგი სპუმანტე შამპანური დავარქვათ მაგრამ არ არის პროსეკო თუ რაღაცებით ხო და ეგ ვუყიდე მე ხლა რა ვიცი მე ოჯახში ყველა სათსაუთ ვერ ვაჩუქებდი ავონიდან მქონდა გამოწერილი 22 ევროიანი სუნამო ეხლა რო თქვათ რომ ვაიმე რა არისო არ არის მაგრამ რა ვქნა რა შემეძლო ყურადღება გამოვიჩინე დაურეკე და მეოთხარი სადაც ცხოვრობ კი ვიცი სადაც დაახლოებით სადაც ცხოვრობდა და ვაიმე ვერ მოხვალ გაქალ მეოთხარი განაფეხით უნდა მოვიდე 4 საათზე გამოვიდე გუშინწი რომ გავედით საღამოთი გუშინწი ხო ინოჩენტეს უთხარი იქით უნდა გავიაროთ მეთქი და წაუღე და ვაჩუქე ჩემ გოგოს ინოჩენტე დამძინო და ისა ყავსო ერთი ისა თანამშრომელიო და იმას საჩქარი მეოთხარი ერთი მყავს და აბა იმასაც არ ვაჩუქო ყურადღება გამოვიჩინე ხო და ვაჩუქე ეგ არის ჩვენი დანარჩენი რა ვიცი მე ხო ერთი რაღაცა სხვა კალენდარი მოიტანა ხალხი ამ დღეებში დადის ხალხო დაეძებს მაღაზიებში დადიან რაღაცა თხოვულობენ რომ აბა რა გაქვთ სასაჩუქრე და არაფერი დიდათ არავინ ადრე ყველა ჩუქნიდა მაღაზიები ჩუქნიდნენ რაღაცას აი ეს ჩვენ პირდაპირ ჰიგიენის სახლი რო არის არაფერს აღარ ბარი ადრე ბარი ცხან კალამს გააკეთებდნენ თავის კლიენტებს ჩუქნიან ხან იმას რა ქვია უიმე ეს ჩემ ჯემპს როგორ მოხდენია ეხლა დავინახე ეკრანზე რომ თორმე მწვანე მიგავია ხო და ისა ბარში ხან ისა პარკებს გააკეთეს თავისი ლოგოთი მაღაზიის როგორ თქვა სურსათის პარკები რაღაცები მაგრამ აღარაფერი ხალხმა გადაიფიქრა არაფერს აღარ იხარჯებიან ისინი მე პატრონეები აღარაფერს ხო და ეგრე დიდათ აღარ არის რა საჩუქრები ადრე იყო ხოლმე ადრე სადაც შეხვიდოდი და გამოხვიდოდი ამ დღეებში თუ სადმე რამეს იყიდიდი ჩუქრები აღარა გაეშმაკდა ხალხი როდის არ იყვნენ მაგრამ ეხლა ძალიან ხო და ეგრე ვართ ჩვენ ხალხებო დღეს ჩვეულებრივი ვახშამი მექნება მე არაფერი დიდი განსაკუთრებული ეხლა მე თქვენთან აი რამდენად მინდოდა მოსვლა რომ ეხლა რომ გავთიშავ ტორტი უნდა გავუკეთო ჩემ ბიჭს იმიტომ რომ თხოვა და იშვიათად რომ რამე ითხოვოს ხოლმე ამ ბოლო ხანებში მით უმეტეს ტკბილი ნუ რამის გააკეთებაზე აღარ იმიტომ რომ ხედავს როგორც ავარ და ჩემს და აი პატარა ტორტი შეგიძლია და ზემოდან უნდა თეთრი მინანქარი და თან ის მინდაო ცუკატებით ბლის ცუკატებიო და წავედი დღეს და ვიყიდე სპეციალურად არ მქონდა სახში ხო და ეს ბლის ცუკატები ვიყიდე და ესა გავუკეთებ პატარა ტორტს და ეხლა უნდა გამოვაცხო ტორტი კრემი გავაკეთო და ხვალე ავაწყობ იმიტომ რომ ამას როგორი დანამულიც უყვარს ის წინა დღეს დანამული ხვალე უკვე მოკვდება და ხვალე ავაწყობ ხვალე დილით გავუკეთებ ტორტს და ეგრე ისა მივართმევ და ჩემთვის ეხლა ვფიქრობ მე იმას არ შევჭამ იმიტომ რომ თეთრი ფქვილი და ამდენი შაქარი და ამდენი პატარა ნაჭერსაც კი არ გავრისკავ არ მინდა რა ძალამატკია ხო და ეხლა ჩემთვის ვფიქრობ რომ გავთქვეფავ კაკაოიან ცომს კვერცხი შაქარი არა სტევია ფიქრიას გამოძან უიმე ის ცოტა კიდე მაქვს ფიქრი აი მე მაგას გავაკეთებ გავთქვეფავ ეხლა ბლინის ცომს კრახმალით გავუკეთებ სახამებელს ფქვილს არ გავუკეთებ გამოვაცხობ ბლინებს
თხელ ბლინებს გამოვაცხობ. ოღონდ საფუარს გაუკეთებ. აი რა ჭკვიანი ვარ, ეხლა მომივიდა ეგ თავში აზრი. კეფირიც მაქვს. გავაკეთებ თხელ ბლინებს და დავკრემავ ისა უშაქრო ნუტელა მაქვს. ნუტელა არ არის, რაღაც კაკაოს კრემი არის, უშაქრო. და დავკრემავ მაგითი. და მეც მექნება ტორტი. აჰა, ეგე თუ არა. ვიფიქრე თუ არა. ეხლა კიდე იტყვით რომ ბევრს ალაპარაკოს, ბევრს კი არ ალაპარაკობ, ეგ იდეები მომივიდა ამდენ ლაპარაკში. რო არ მეთქვა რომ ტორტს ვაკეთებ, მეთქი ხო არ მომივიდა და თავში აზრად რომ ისა ეგ გავაკეთო. ხო და გავაკეთებ. ასე რომ ინოჩეტესაც ექნება ტორტი და მეც მექნება ჩემი შოკოლადის. მიუხედავად იმისა რომ შოკოლადიანი კრემები და რამე არ მიყვარს, მაგრამ არა უშო დავჯერდები თან ახმავარ მაგაზე. ინოჩენტეს კრემს ტორტს უნდა გავუკეთო კრემ შანტილე. რა არის კრემ შანტილე და ჩვეულებრივი ფაფა კრემ პასტიჩერია. ჩვეულებრივი რძის კრემი და მე შერეული ათქვეფილ ნაღებთან. და გამოდის აი ძალიან ფაფუკია, ძალიან კარგია რა. მოკლედ კარგია კრემ შანტილე გემრიელი. ნუ კაია რა. ასე ჩემოკარგებო, ეგეც ხომ მოგახსენეთ და ახლობით ცოტა ხანი ხო თქვენთან ვიჭორავე. ძალიან ბევრი კი მაქვს ხოლმე სათქმელი და უფრო ბევრი ლაპარაკი მინდა ხოლმე, მაგრამ არაო და აჰა ხუმრობ. ვინ დამიჭერს მე თუ მინდა რამე ვერავინ დამიჭერს. წავედი ახლა მე მივხედავ, ახლა გავთქვეფავ უცებ იმას ვიზავ. აი ეგ არის აი უბედურება რომ აივანზე მაქვს ხო ისა ღუმელი. ზაფხულში კარგია აივანზე ღუმელი, იმიტომ რომ სახლში არ აცხუნებ, სუნები არ ადგება, თუ თევზია, თუ ხორცია, თუ რაც არის და ზამთარში კიდე მეზარება ეხლა გასვლა, მაგრამ არა უჭირს. ჩვენებური ზამთარი ხო მაინც არ არის, არა, კი აცივდა, მაგრამ 8 გრადუსი მაინც იქნება. ესე რა, მეც გადავეჩვი ეტყობა სიცივეებს. წავედი ხალხო, ყველას კოცნით, გეფერებით, ახალი წლებისთვის ალბათ კიდე მოვალ და ახალ წელს ცალკე მოგილოცავთ, ეს ჩვენი შობა არ არის და კათოლიკებს კი მიულოცე, ვინცა თუ ვინმე არის. ახალ წელს კიდე მერე მოგილოცავთ. იმედია რა, იმედია, ან ცოცხალი ვიქნები, ანა თან იმედია. ეხლა როგორ მეუნა ავდგე და დავდგე. ვაიდეთ. წეღან მეუბნებოდი ინოჩენტეს, ვაიმე მეთქი როდის იქნება, ალბათ ზაფხულ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ზაფხულისთვის აღარ მეკავება ისა, რა ქვია იმას, ჯოხი. აგე იქადებს და იმიტომ ვიშველი კითხეს. ალბათ მეთქი ზაფხულისთვის უკვე გავივლი გამართული და ღმერთს მადლობა თუ ეგრე იყო მეთქი რა. მეტი მაქვს ეგეც ძალიან. წავედი ხალხო, აბაჰე და აბაჰო, აბა თქვენიც ეხლა და ვიცი რომ ყველა სამზადისები გაქვთ და აბაჰე და აბაჰო.